ზამთრის დადგომასთან ერთად გააქტიურდა სეზონური ვირუსები. ოფიციალური ინფორმაციით უკრაინაში ღორის გრიპის ვირუსისგან 25 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვეულებრივი გრიპის სეზონია. უკრაინაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა განსხვავებულ მონაცემებს RIA Novosti აქვეყნებს. მათი მონაცემებით ღორის გრიპის ვირუსისგან 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10 ადამიანი ემსხვერპლა ღორის გრიპს სომხეთში. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. მიუხედავად ამისა, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს საქართველოში. მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამშვიდებს. ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დაბალი ინტენსივობაა. ავადობა დაბალი ინტენსივობის არის, 230-ზე ცოტა მეტია 100,000 მოსახლეზე. ასეთი მდგომარეობა ევროპის უმრავლეს ქვეყნებში. სომხეთში საკმაოდ მაღალი ინტენსივობა იყო გავრცელების, ასევე უკრაინაშიც, მაგრამ როცა 1000-ობით და 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანს ემართება გრიპი, თავარია დროზე ექიმთან მიმართვა, რომ არ მოხდეს გართულება.